მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირა ცხოველობას, ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ლოცვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე შიო მაღავლიდა. შემდეგ კი მრევლმა მისი ქადაგება მოისმინა, სადაც მეუფემ ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქადაგების შემდეგ პატრიარქის ბრძანებით მეუფე შიომ სასულიერო პირები სპეციალური ოქროს ჯვრებით დააჯილდოვა. კვირა ცხოველობა აღდგომის დღესასწაულის განახლება. Am დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირა ცხოველობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით აღდგომის დღეს საღამოს მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა. თომა მოციქული იყო ის ერთ-ერთი, რომელიც ამბობდა, რომ სანამ არ იხილავდა იესო ქრისტეს ჭრილობებს, ის მაქამდე ვერ დაიჯერებდა მის აღდგომას და ზუსტად მერვე დღეს კვირას მაცხოვარი გამოეცხადა ისევ საკუთარ მოციქულებს და ამ შეხვედრას უკვე დაესწრო თომა მოციქული და თომა მოციქულს მან ანახა საკუთარი ჭრილობები და როდესაც ეს თომა მოციქულმა ნახა, მის წინაშე დაიჩოქა და თქვა, უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი და თომა მოციქული იყო ის ერთ-ერთი მოციქული 12-დან, რომელმაც აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. წმინდის დღესასწაულია, რომ ჩვენ მაცხოვარი ამბობს პასუხად, ნეტარ არიან, რომელთაც არა უხილავ და რწმენე მე. ისინი უფრო კიდე ნეტარ იქნებიან, რომელსაც მე ვერ მიხილესო, მაგრამ ჩემი სარწმუნოება ექნებათო. ანუ ჩვენ თანამედროვეები. ყველას ულოცავ ამ დღესასწაულს, მადლობა ღმერთს, მშვიდობიანი აღდგომა გქონდა. გილოცავთ კვირა ცხოველობას, თომას კვირას და გადმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას, როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა, მოწაფეებს და მთელ სამყაროს. ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილების და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა.